როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი, ჩვენი ინდივიდუალური ბიოგრაფია ამაზე არანაირად არ მიუთითებს სისხლის სამართლის კუთხით. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ბრალდება, არც ერთი დანაშაული და არც ერთი საჩივარიც კი არ არის ჩვენ სახელზე შესული. შესაბამისად, იმით სპეკულირება, რომ მე მას დიდი და მძიმე მუხლით შევედავე, ეს არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ მე უცებ ერთი ინდივიდიდან გარდავიქნები მეორე სამართლებრივად სულ სხვა ჩარჩოში მყოფ ინდივიდში. ეს არის ძირითადი სურვილი. ჩემს პირად მაგალითს მოვიყვანოთ, სამართლებრივ ჩარჩოში შეიძლება არ მოთავსდეს, მაგრამ ჩემს მორალურ ჩარჩოში ჩდება, მაშინ როდესაც მე კიდე აპრილ-მაისის შემდგომ ვიმყოფებოდი უკრაინაში და გავდიოდი გარკვეულ სამხედრო გადამზადებას, იმიტომ რომ ჩემი მორალური შეხედულებებით სამშობლოს ჭირდება მებრძოლი ადამიანები, მაშინ ჩემს გარშემო გაჩნდა ის საფრთხეები, რომ ჩემი ქვეყნის დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება მე დავეკავებინე, ანუ იყო გარკვეული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით და უკვე მე საზღვარგარეთ მყოფ შემეძლო გადამეწყვიტა, დავშენილიყავი უცხოეთში და მესწავლა X-ის სამართალი ზოგადად თუ დაბრუნებულიყავი საქართველოში და მე უკვე იქ გავაკეთე ეს რაციონალური არჩევანი, ჩემთვის რაც იყო მისაღები და ჩემ მორალთანაც იყო მისაღები. ვიცი რომ ამას სამართლებრივად შეიძლება სპეკულაციად განიხილავდეს, მაგრამ ჩემი მორალური ხარისთვის აუცილებელი იყო ამის დაფიქსირება.